კვლავ გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. კვლავ მე და თორნიკე ვიქნებით თქვენს წინაშე. პოლიტიკურ ბატალიებში, რა თქმა უნდა, ჩვენს კანდიდატებს ხშირად ჩავთავთ ხოლმე, სადამდეც დრო გვექნება, ეს მანამდეც ასე იყო და გაგრძელდება. დღეს, რა თქმა უნდა, თბილისის ათეული შეიძლება ასე ითქვას, ბრძანდებოდნენ და საერთოდ თავისი, ასე ვთქვათ, მერის კანდიდატურით ეს ღირსეული წარმომადგენლების შეხვედრებზე და რეალურად ბატონი თორნიკე შემდეგ გვიამბობს ამ პერიპეტიებზეც თუ ამ მომრჩევლებთან რა, როგორ, რა პრობლემა, რომელი პრობლემებიც ხელის გულზეა. ჩვენ ახლა შემოგვიერთდა ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი ბატონო მალხაზ მოგესალმებით. მოგესალმებით. და რა თქმა უნდა აი ესეთი ფორს მაჟორში ვართ ჩვენს უყველანი. ზოგჯერ გვიან გვიწევს შეხვედრა, რადგან შეხვედრიდან შეხვედრაზე გადავდივართ ხოლმე ადამიანებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ხელის გულზეა თბილისის და არა მხოლოდ თბილისის, მაინც უშუალოდ ამომრჩეველი ამბობს თავის სატკივარს და ამ გულისხმიერებას, ამ გულისხმას და ამ ლექსიკას უშუალოდ შეესწრებიან ხოლმე თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ გაცილებით მეტად ჩვენი თბილისის პოლიტიკური გუნდის მეორე სიაში მეორე ნომერი ბატონი მალხაზ თოფურია. მე მისურს ბატონ მალხაზზე გითხრათ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველ რიგში კიდევ მოგესალმებით ბატონ მალხაზ. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურს ხოლმე თავის თავზე საუბარი, ეხლა რაღაც ერთგვარი პოლიტიკური ნარატივია, რაღაც პროტოკოლია ჩათვალეთ ესე ჩემ მალხაზ, რომ უნდა წარგადგინოთ ეხლა. შეიძლება სრულყოფილად ვერა, რადგან სრულყოფილ წარდგენას დიდი ფორმატი დაჭირდება, მაგრამ ძალიან კარგად იცის ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თბილისმა განსაკუთრებით, რომელ პიროვნებაზეცაა საუბარი, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არც ერთ ომს არათუ არ აკლდა, არამედ უშუალოდ როგორც მამულიშვილი, როგორც მებრძოლი ბრძანდებოდა ყველა ომში, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა შორის ისიც ხაზგასასმელია, მე თვითონ აღნიშნავს ალბათ ქალბატონი ირმა ინაშვილი მან სამაჩაბლოს ომში გაიცნო, ირმაც იცით როგორი მებრძოლი ქალბატონია და საერთოდ ეს პოლიტერთობა მებრძოლი ადამიანების გარეშე ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ უშუალოდ თვითონ საქმითაც თვითონ ბრძოლა რასაც ქვია, აი სულისკვეთება მხედრული, რა თქმა უნდა, განსხეულებულია მალხაზში და მას ძალზედ ბევრი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, ბევრი ადამიანი ყავს გადარჩენილი, თუნდაც ტყვეების გაცვლაზე ვისაუბროთ და ის არის ვეტერანი, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანია, რა თქმა უნდა, ამ სიტყვაში ხანდაზმულობა მაინც და მაინც არ მოიაზრება, რადგან დღესაც შემართულია და სამშობლოს, სადაც როგორც გაუჭირდება, რა თქმა უნდა, მზად არის კვლავ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს ნებისმიერი სახის ბრძოლაში, საქვეყნო ბრძოლაში, რა თქმა უნდა. ჩემო მალხაზ, თქვენ მეორე ნომერი ბრძანდებით თბილისის სიის, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ არჩევნებში, ამოსალოდნელ არჩევნებში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაგაკელით ეხლა და არ ვისაუბრეთ თქვენ შესახებ, თქვენს რეგალიებზე, დღესაც ვეტერანთა, ასე ვთქვათ, მე მგონი საბჭოა ეს თუ საბრძანებელი სხვა თემებში ვარ. კი ბატონო, არაერთში თავისთავად და მსურს რომ 2-3 სიტყვა თქვენს თქვათ საკუთარ თავზე განვლილზე აგერ ქალბატონი ირმაც ვახსენე, თუნდაც გაიხსენოთ ეს პერიპეტიები და რა თქმა უნდა გადავიდეთ აი ახლა რაც არის მოახლოებული ციებ-ცხელება, ასე თუ ისე ამ წინა საარჩევნოთ და ამომრჩეველთან უშუალოდ ხვდებით ყველას
ყველა რანგისა და ფენის წარმომადგენელს და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი გაქვთ სათქმელი ვიდრე არათბილისელს. ისმენთ. კი ბატონო, დავიწყებ იმიდან, რომ საერთო ფონიდან მინდა ვისაუბრო და არა ისო თქვა ერთი პარტია რას პირდებით და რას გავაკეთებთ და რას თან ეს მინდა ყოველგვარი ლაძღვაგინების და სხვები ცუდები არიან იმის ლაპარაკის გარეშე. უბრალოდ უმარტივესი ფორმულა იყო ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული წლებია, რომ ჩვენ თუ არა ნაცები. თქვა ჩვენ ამორჩეველზე ბოლო არჩევნებზე აი პირდაპირ დაწოლით იმუშავეს, რომ იცით ეგენი მაინც ვერ გადალახავენ. და გთხოვთ და ნუ აი ბევრი ჩვენი ამორჩეველი ზუსტად ვიცი მართლა ჩვენი ამორჩეველი წავიდა და შემოხაზა 41. დღეს ეს ფორმულა არ მუშაობს უბრალო მიზეზის გამო აუა და ბუა აღარ მონაწილეობენ არჩევნებში. ანუ ეს ზღაპარი არა, ნუ თქვათ რაღაც რეალობასთან მიმსგავსებული თემა, ხო? რომ აი ბუა და აუა დაბრუნდება, ნუ რაც მართლა ძალიან საშიშია და ნუ არა მარტო ადამიანების, სახელმწიფო ყველაფრისთვის საშიშია იმ ადამიანების მოbrunება ხელისუფლებაში, მით უმეტეს ძალისმიერ სტრუქტურებში, ნუ ეს წარმოუდგე ჯოჯოხეთია, ეს ახალგაზრდება ეს არიციან. ეს ჩვენი თაობის ადამიანებმა იციან უფრო, ახალგაზრდებს არც ჯერა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ისინი არიან სიყვარულით ხალხმა აირჩია და გაუპატიურება ძლებში დამტრევა და გატყავება და ბეტონის მომბა კოკენი ზღვაში გადაყრა და ეხლა გაბოროტებულები არიან წარმოიდგინე ეგენი მომოტრიალდნენ ეს არის აი წინასწარებს იმუქრებიან უბრალოდ შემიძლია სოციალური ქესელის მუზეუმი გავაკეთო ეს და მართლა გამკეთებლები არიან ეს ხო და ნუ კი ბატონო მაგრამ ეხლა კიდე დაუბრუნდები იმას რომ ამ არჩევნებზე ეს ფორმულა აღარ მუშაობს აუა და ბუა აღარ აპირებს არჩევნების გზით მოსვლას ის აპირებს გადატრიალების მშვიდობიანს ეძახს მაგრამ დაწუნებული ვარ თუ საშუალება მიეცემა ცისხლიანზეც არ იტყვიან უარს ნებისმიერზე იგივე 2003 წელი მშვიდობიანად დამთავრდა მაგრამ მშვიდობიანად რო არ დამთავრებულიყო ავტომატიანი ხალხი წავდათ ეს ზუსტად ვიცი რა ეხლა ესე თლათ ვერ არიან გაჯეჯილებული იმიტომ რომ მაშინ სტრუქტურებს არ გავდა რა და დღეს სტრუქტურები მოგწოს თუ არ მოგწოს სტრუქტურებს გავს და რაღაცას წარმოადგენს ასე რომ ის მიზეზი რომ მოდი იცით ხმარ დაიკარგოს და არ მივცეთ პატრიოტთა ალიანსი იქნებ კიდე ერთხელ არა ეს მიზეზი უბრალოდ არც ერთ ფორმულირებაში არ მუშაობს ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე რატო ჩვენ თქვა ჩვენ არა ვართ ეხლა თქვა ილუზიებში აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს პირველზე გავალთ მაგრამ რაშიც ვართ რატო თქვა ჩვენი სიის პირველი 7 8 12 წევრი და არა ოცნების თქვა 25 29 და 35 წევრი ეხლა ამას ავხსნი რა ძალიან გასაგებიანით ავხსნი მაყურებლისთვის იცით როდესაც ერთ გუნდში თამაშობ რა ერთი გუნდის წევრი ხარ და ნუ ლიდერიც ფეხბურთელი ყავთ და ეს გუნდურ წესს იცავს მთელი დისციპლინით აბსოლუტურად და ამ გუნდში ყავს ვიღაცა ძალიან ცუდი ვიღაცა ქრთამისტი ვიღაცა ტენდერისტი ჩამოყალიბებული უკვე და ვიღაცა აგერ თვითონ ეხლა და უცბად ისეთები ამოცვიდა ბოლო დღეებში და ისეთი თანამდებობის პირები რომ ნუ პირღია ვართ ხო სულ ყველა ყავს აფთიაქარები რომლებიც ფასს არ დაწევენ ყავს სხვადასხვა პულ პროდუქტების თუ იმების შემომტანები რომლებიც ფასს არ დაწევენ იმიტომ რომ მათი რაც ნუ ჩვენ პენსიონერების ზურგზე გადადის ხო პირდაპირ ვიძახი ხა 4 მეზობელი ყავს და 100-120%-ით გვისრებენ სააფთიაქო ფასებში სულ ყველა სიაფეში ნამდვილად იმიტომ რომ აქ არის ჩვეულებრივად და რატო ახლა აფინანსებენ ხო და გუნდის წევრი რო ხარ იცი ცოტა გეუხერხულება რომ შენი გუნდის წევრს დაარტყა წიხლი რა და ნუ თან შემოგწირა ახლა არჩევნებზე და როგორი არის ახლა აგირჩიევენ და გაეკავ და პირველივე დაარტყა იმას ვინც ფული შემოგწირა რა ხო და ჩვენ ამ ბოროტი მოვალეობისგან რაც მათ არ უნდათ ბოროტებად ეჩვენებათ ხო ვერ გავანთავისუფლებთ რა ჩვენ გვექნება საშუალება ტენდერებში ყველგან ჩავიხედოთ უკვე შევატყოთ რომ ეს ადამიანი ტენდერს საკმაოდ ძვირიან ფასად იგებს და აშკარად ძალიან ცოტა იხარჯება იმისთვის რის და ხშირად ხარისხიანად არ სრულდება ის ტენდერები ჩვენ გვინდა რომ მუნიციპალური 10 აფთიაქი 10-ვე რაიონში გაიხსნას რომელიც იმუშავებს 10-15% მოგებაზე აბსოლუტურად ანუ ჩვენ ბიუჯეტისგან ხარჯებს კი არ ვითხოვთ აი ზოგი მარცხი და მარჯვნივ რო შეპირებები აქვს აბას ვიზავ იმას რის ხარჯზე ხო არა ბიუჯეტიდან კაპიქს არ ვითხოვ პირიქით ის აფთიაქი თავის თავს თვითონ შეინახავს უბრალოდ რაღაცა ფარტობების გამოყოფა არის საჭირო და ეს სააფთიაქო ბიზნესი
აი ხორცს მეტებს, რომელიც სულს ხდიან პირდაპირ ჩვენ პენსიონერებს, აშკარად ჩაძირავენ. ის კალაძე ამას ვერ გააკეთებს, კიდევ ვიძახი, იმიტომ კი არა რომ კალაძე ცუდი ბიჭია, იმიტომ კი არა რომ ცუდი გუნდი ყავს. უბრალოდ არ გამოდის ახლა სუფრაზე დღეს ერთად ვძივარ და ხვალე მე პროკურორად ვიქცე და შენ ბრალდებულად აი თელეღამე ერთად არ გამოდის, ძალიან ძნელია. იცი მესმის ადამიანურად მესმის და დამიჯეთ ის არაფრის მტკველი მე 25 ნომერს და 29 ნომერს ნამდვილად ჯობია პატრიოტთა ალიანსის ათეული, აი დამიჯერეთ რა, ყველანაირად ჯობია, კიდევ ქალაქისთვის ჯობია, მოსახლეობისთვის ჯობია, გაჭირვებულებისთვის ჯობია, აი როგორღა დავასაბუთო, თან კიდევ მშვენიერი ადამიანები არა ხა საწყის ნომრებში აგერ ბექა არის, ლაბუჩიძე, ის არის, ზურა არის, აბაშიძე, ნუ აი ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ესეთი ბევრი არ შერჩა უცნებას, მაგრამ ნუ მართლაც ჩვენთან ერთად იბრძოდა იმ ურჩხულის წინააღმდეგ და ერთად დავამხეთ ის ურჩხული, ხო? ანუ და კიდე არიან რამდენიმე ბევრი ღირსეული ადამიანია, მე კიდევ მათ არაფერს არ ვერჩი რა, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ისინი ვეღარ გააკეთებენ და არ გააკეთებენ, იმიტომ რომ ზნეობაში არ ჯდება, ქართველობაში არ ჯდება, როგორც კი ბიჭობაში არ ჯდება, აი რაღაცებში არ ჯდება, რა ხა ტიპი გეტყვის გუშინ ფულს მართლებდი და დღეს მე მისწყავ რა წესია, ხო? ჩვენ ვინმესთან გვაქვს ვალდებულება არსებობს, ადრე ხომ მოგვიგონეს რომ პუტინი გვაფინანსებდა, ხო? კი ბატონო, კი. აღმოჩნდა რომ პუტინი არ გვაფინანსებს და ვინც გვაფინანსებდა, ისინი კი შევიდნენ პარლამენტში და აორთქლდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ, ხო? აბსოლუტურად აორთქლდნენ, ხო? და აღმოჩნდა რომ საერთოდ არავინ არ გვაბეტი და არ დაფინანსებელი ყავს, არც პატრონი ყავს, არც ცუდი ძია ყავს და არც კაი ძია ყავს. არც ბანკირი ყავს არავინ და მართლა არავინ არ ყავს, ხო? თუმცა მათ მალხაზ მაპატიე ერთი ხაზგასასმელი რა არის, რომ აი დავფიქრდეთ შემომწირველები კი აი თავიდან ბოლომდე გეთანხმები და ერთი რაღაც გავშალოთ. აი შემომწირველები εν რაოდენობით ყოლია, რა თქმა უნდა, ოფიციოზ დღესაც ყავს, მაგრამ აქ საარჩევნო შემომწირველებზე არ არის მხოლოდ აქცენტი. უბრალოდ ამ კარტელური მაფიოზური წარმონაქმნებისგან გარკვეული სეგმენტის და არა εν რაოდენობით რაღაცა თითოეულ ადამიანის ჯიბეს კელდება. ასე რომ აქ სხვა ვალდებულებები და ასე ვთქვათ, სხვა სწორება და სხვა ფოკუსია, რომ ადამიანები მიეჩვივნენ 13 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იმას, რასაც აკეთებდნენ. 13-ს ვერ დაგეთანხმები ციფრში, იმიტომ რომ უმეტესობა გადმოიფორმეს. კი, არა, ეგ თავისთავად. ანუ ესენი 25 წლის სტაჟით არიან, რა უკვე რა, ფაქტობრივად 25 წლის სტაჟით. არიან ადამიანები, რომლებიც მასე არიან, კი ბატონო. ეს უმეტესობა არის და მართლა ვიძახი რა, იმ უხერხულობას კიდევ ვიძახი, რასაც ქართული ოცნების წესიერი ლიდერი ადამიანები ვეღარ შეუძლებელი ამდენი ხანი ხელისუფლებაში რო ხარ ახლა ესეთი გადასარევი ჩეხებს ყავდათ გადასარევი პრეზიდენტი რა ედუარდ ბენეში არა ის რა ქვია ვაცლავ ხაველი ვაცლავ ხაველიც უძლიერესი ვაცლავ ხაველმა ესეთი რამე განაცხადა რომ ჩემიო მართლობის მეოთხე წელს ვიგძენი როგორ გავირყვენიო უცბათო გავძახე დივან ქალსო ყავა მომიდუღე და შეომიტანეო რა ადრე არ აკეთებდა ამას მაგრამ ხელისუფლება ნელ-ნელა ყავასაც შემოატანიებს და სხვა რამესაც გააკეთებინებს ხო დიდხანს ხელისუფლებაში ყოფნა აი იმდენ რაღაცას იწვევს ნეგატივს რომ შენ უკვე აღარ ეხა მოდი ესე ვთქვათ ღარიბაშვილის გუნდი რეალურად შეიცვალა აბსოლუტურად სხვა გუნდით ხო დიახ მე არ ვიტყვი რომ ახლა ამ გუნდით ახტაცებული ვარ და ესენი უფრო მაგრამ ამათ უკვე არანაირი ვალდებულება არ ქონდათ და უცოდ თავდაცვის მინისტრიაში იპოვეს თავდაცვის სამინისტროში იპოვეს კორუფცია ღარიბაშვილის გუნდი ვერ იპოვიდა ამ კორუფციას იმიტომ რომ შეუძლებელია იმათ ეპოვათ ზუსტად იმ მდგომარეობაშია კალაძე რა მე ახლა იმაზე კი არა ვარ ორიენტირებული შევცვიდე და ვიღაცების დაჭერები მოვიტყოდ მე კიდევ ვიძახი რა ის მანკიერი რაც არის ის გავაჩეროთ შევაჩეროთ რა და მინიმუმ ახლა ეს პროკურატურა ეს რომ დომებოდა პროკურატურაში ვიბრძოლდი რომ მე მუშაობა და ყოფილიყავ გასაგებია მე ვამბობ რომ საარჩევნო პირდაპირ ვამბობ რომ იგივე ამ ტენდერებს აი კიდევ ამბობ ეს მუნიციპალური აფთიაქი დაამთავრებს ამ სააფთიაქო მაფიის ჯოჯოხეთს რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით სულს ხდის გაჭირებულ პირდაპირ მნიშვნელობით აბას ისე გადატანის მნიშვნელობით არ სულს ხდის 400%-იან 500%-იან მოგებაზე ზიან ერთი და იგივე ფასები აქვს 1000 თეთრად განსხვავებით როგორც ბენზინის მაგრამ ბენზინის მაფიას ამ არჩევნებით ახლა ზედმეტი არ მოგვივიდეს ტრაბახი და ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები ეს მუნიციპალური არის ბენზინის მაფიას ვერაფერს ვერ მოუხერხებთ
საკრებულოდან, მაგრამ რასაც შეგვიძლია რომ კონკურენცია გაუკეთოთ და რაღაც ქალაქიდან გაკეთდეს, ხო? იმაზე ვსაუბრობ. როგორც კი ეს თბილისში გაკეთდება, აი პირდაპირ იმ წავსვე ქუთაისი გადაიღებს, ამას იმ წავსვე ბათუმი გადაიღებს, იმ წავსვე თელავის გადაიღებს და აი დამთავრდება ეს ერთი და იგივე გვარების კურტაინძები და ისეთი რომ ნუ განუსაზღვრელი ხა ბიზნეს მილიარდებზე ვლაპარაკობ და გეტყვი რომ საქართველოში 1 მილიარდელი არა, უკვე რამდენიმე მილიარდელი. 4 ადამიანის ბენზო გასამართსადგურებია მთელ საქართველოში, ხო? და 4-ვე ადამიანი და 4 თუ 5 აღარც მახსოვს. არა, ერთი აზერბაიჯანულია, კაი, იმას შევეშოთ. ხო, ძირითადი შენ წარმოიდგინე რომ სოფლიოში ბენზინის ფასი, ნავთობის ფასი ნოლამდე რომ დავიდა და ის კი არა ზოგადად რეზერვუარები რომ დაეცალათ, ითხოვთ ფულს იხდიდნენ რომ გაეტანათ, ხო? სერიოზული პრობლემები რომ შეექმნათ. მაშინაც კი ერთი თეთრით არ დაკლებულა საქართველოში და რო კითხო, რატო პასუხობენ მარტივ პასუხს. ყველას ერთი ფასი აქვს. როდესაც ძვირი იყო, მაშინ ვიყიდეთ. აი ესე დებილი ბიზნეს, რასაც მტკიცებენ, იცი დებილები ვართ, ტიპები გვიმტკიცებენ რა, რომ ჩვენ ვართ დებილებიო და ყოველთვის როდესაც ძვირია, იმიტომ ვყიდით ძვირად, რომ მაშინ ვიყიდეთო. ანუ ჭკვიანიო, ჩვენ შორის არც ერთი არ არის. აი 5 შევტანოთ, 5-ე დეგენერატი ვართო რა, ამას გვიმტკიცებენ, ხო? ეს ხო, მაგრამ ამას ვერ მოვერევით, ამას საპარლამენტო შეტევა უნდა და რაღაც ეს უკვე მუნიციპალური არჩევნები. ჯერ სურვილია საჭირო, რომ პარლამენტში ჯერ მანამდე მუნიციპალიტეტშიც ის არჩევნები, რომელიც ახლა ველოდებით, რომელსაც ველოდებით, იყოს ისეთი, როგორცაც მართლა იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და როგორც მართლა რეალობასთან შესაბამისი იქნება და შემდეგ ვიჟალოთ პარლამენტზე, რადგან კიმჩენის ვერ დავემგვანებით თავიდან ბოლომდე. კიმჩენზე ახლა არ მინდა კიდევ რაღაცა შეპირებებს უსმენ სხვადასხვა პარტიებიდან, მარტო ქართული ოცნებიდან, ვინც მონაწილეობს, რომ ნუ მგონია რომ ისა რა, ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები კი არ არის და რაღაც რაიონებში და სოფლებში, არამედ გაეროს დივანზე რა ნატოზე საუბრობენ და რაღაც ევროინტეგრაციაზე და რაღაც ისეთ პრობლემებზე, რომელიც არაფერ შუაში არ არის. ნუ აი აბსოლუტურად ესე იგი ტიპები არიან გასული აი მომსახურების ზონიდან და ის ლამაზად საუბრობს ხო ჩვენ ზოუსვენ ხოლმე ხანაღა ჩავყვები უსვენ რა კარგად საუბრობს მე დაფიქრე რა სისულელებს აი რა ვიზ რას გაპრესო ნუ კონტექსტიდან ამოვარდნილია აბსოლუტურად ახლოს არ არიან ტიპები არიან ნუ აი რატო უნდა შევიდეთ ისეთი საკრებულოში გარდა იმისა რომ დასაქმდენს თემა არის მეც ვერაფერს ვერ ხედავ მათში რა მართლა ვერაფერს ვერ ხედავ ჭკუაზე არ არიან ახლა რა ევროკავშირზე როგორ შეიძლება ისაუბრო ადგილობრივი არჩევნების ეგიდით ხო ნუ აი წარმოუდგენელი კი ბატონო მაგრამ აი უყურეთ კორუფციასთან ბრძოლა რა თქმა უნდა დაანონსდა და ჩვენ ვხედავთ ახლა და მოსახლეობა ამჩნევს თუ რა ნაბიჯები იდგმება ამის მხრივ მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ მე იმ პათოს ვიზიარებ რაც ბრძანა ახლა ჩვენმა მახაზმა რომ აქ არ არის საუბარი ახლა თითის გაშვერაზე რაღაც დაკნინებაზე და აქ ჩვენ რას გავაკეთებთ და ნუ პრობლემის დასმა აუცილებელია და ეს პრობლემა შემდეგ წარმოადგენს პატივცემულებო რომ ამ ხნის განმავლობაში როდის არ იყვნენ კორუმპირებულნი აი როცა ყოველთვის ყვაოდა კაცო ყოველი მეორე წელი იყო უბედნიერესი საქართველოსთვის მათთვის რო გეკითხა და რა ის კორუფცია როგორ გეკადრებათ რას ბრძანებთ ფიქრათაც არ გაივლოთ როდის ბრძანდებოდით არა კორუმპირებულნი წლებითა და თარიღებით გეტყვით იმ თქვენს კადრების შესახებ რომელი კადრებიც იყვნენ გაღმერთებული თქვენგან და დღეს რა თქმა უნდა კრიმინალის საზღვართან კი არა რამოდენიმე დააკავეთ კიდევაც. ამიტომ ფიცი გვინდა ვიწამოთ, მაგრამ ბოლო ყოველთვის გვაკვირვებს და ეს იქნება ძალიან სერიოზული ტესტი მალხაზ ეს არჩევნები. არა, ნუ იეღოველების სექტას მაგონებს ახლა ერთი ვიტყვი პირდაპირ რა. დღევანდელი იეღოველები არიან მესამე თაობის იეღოველები და რატო ახლა რა? ის პირველი ვინც იყო ეს დამაარსებელი რასმუსი, ნუ სულ ორ სიტყვაზე ააგო რა, თავის ეს რელიგია, ახლა ქვეყანა სექტაა, მაგრამ ჩვენ საქართველოს შეტყობას მაინც იეღოველებზე გვაქვს. ძლავრად ხო. ხო და ისა რა ქვია და აღმოაჩინა რომ იეჰოვა ეს სიტყვები აიო ღმერთის სახელიაო, ღმერთის სახელი იპოვა ბიბლიაში და ნუ ახალი რელიგია დაარსა, მე პირდაპირ ღმერთი ვიცი რა ქვია, რა გვარიაო და საცხოვროს აღარ ნუ ტიპი ჭკუაზე არ იყო და ნუ თან საკმაოდ ისეთ მენეჯმენტი მართლა გაბართული ქონდა მთელ სოფლიოში კარგად ქსელები გაშალა რაღაცა ფრთები გაშალა და შემდეგ ეს რასმუსი ეს ტიპი მოკვდა რა წამოვიდა მეორე თავის ეგო დებილი იყო ეგრე კი არ არის ეს მეორე წამოვიდა და მთელი ეღოველებს კაცო ი რას სულელებს ლაპარაკობთ ეგო ეგრე კი არ არის რაღაცა მე სისხლს არ იძლეოდნენ და რაღაცა ხო ეხა იძლევია სისხლს რატო ეხა ისაც მოკვდა ეს მეორე რა და მესამე ეგრე ორივე საშინელი იდიოტები იყვნენ კაცო მაგრამ მე რა მომწონს იცი რომ ის ხალხი რომ აი
ერთხელ იდიოტის როლში იყო და თურმე მეორეჯერ თურმე ამოთა ის და მაინც იეღოველად რჩება. ეხლა მესამე თავისი იეღოველი როა და მაინც იეღოველა, ანუ ორჯერ იდიოტი იყო. დავწერე მესამეჯერ ეთქვია რომ იდიოტი ხარ და ეხლა ეგრე არ არის, სხვანაირად არის და ეხლა აი ეს თურმე აი გაღმერთებული ეს პიარისტები იყვნენ და ნუ აი ეს ამაზრზენი იყო თქვა ღარიბაშვილს როგორ და დღეს თურმე არ ჭირდებოდი და დღეს აი ვაიმე რა ნუ აი ასამარცხინო კალები კაცები ეს რასა და არიან კიდევ ვიღაცები ხა შემოსავლის გარეშე დარჩენ იმდენად ერთგულად იყვნენ ხა შეტოპილი და ეხა იმათი გინება ქართული ოცნების ნუ აი საშინელებას ხედავს ნეობრივ დაცემას ხედავ გინდა ამ პათხალიმებში გინდა გაბრაზებულებში როგორც კი რაღაცა გადაეკეტათ რაღაც ლუკლები აი ესეთი ზნეობრივად განადგურება ნუ აი ძალიან სამარცხინოები არიან ფალშისაცემია დიახ ზნეობრივი გულისამრევები არიან რა ეხა რა რო გეკითხა იმ ოჯახისთვის თანამ თავ განწირვას ისე გვამადლიან გეგონება ამაში ძალიან დიდ ფულს არიღებდნენ რა თავ განწირულად მაგინებდნენ და მე მაინც ხარს უჭერ გეგონება დიდ ფულს არიღებდი იმ თავ განწირვაში ხარ რას გვამადლი და რას აი არ მესმის რა და კიდევ ამბობ ეხა ხო აი თურმე ესენი ყოფილა თურმე ესენი არ ყოფილა კაი ხო თურმე აი მთელი ამდენი წელი რომ ვიღაცა იძახოდა რომ კორუმპირებულია და რაღაცა სწორად არ ხდება ხო თურმე სწორს იძახოდა რა გამოდის რომ ყველა მართალი იყო მათ შორის ჩვენც ხო ჩვენ ხა რაღაც ჩვენ რამდენი ხანია ვიცი ჩვენ რაღაც ზომიერების ფორმას ვინარჩუნებდით მართალია და თქვა რაღაც რადიკალურ სიგიჟებს არ ყვიროდით და ისეთ რამებს არ ვაბრალებთ რაც მართლა არაფერ შუაში არ არის ხო ხა ბიძი და ივანიშვილმა ერთმა ისაც მოვისმინე რომ ხაშური და ტრასა იმიტომ გადაიტანა რომ ხამაკების ბიზნესი თვითონ უნდა გააკეთო ო ეს ახლა არა ნუ ეს გენიალური იყო ძალიან მომეწონა ეს სხვა სივრცეა უკვე ხო არა ხო და ნუ ეხა ესეთიც არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ რაღაცა ზომიერება უნდა შეინარჩუნო და ეს დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეხლა რომ ყველასკე თითი გაიშვირო რა თქმა უნდა არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება დაუსაბუთებლად თითის გაშვერა რა თქმა უნდა ან თუნდაც ეჩვის საფუძველზე ეხა პირდაპირ ადამიანს კრიმინალს ეძახი, დასაჭერს ეძახი და იმას ეძახი. რა თქმა უნდა არ. ბატონო მალხაზ, აი როგორც კვალიფიციური და ღვაწლმოსილი თავისთავად სამხედრო რანგშიც და სამოქალაქო რანგში რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ, თორნიკე და მეთანხმები, ნაწილი ფორმიანი, ნაწილი უფორმონი. სამხედრო ფორმას გულისხმობ, მაგრამ სამხედრო ფორმიანი ადამიანი და მით უმეტეს ახლა ასეთი პერსონა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეც სიტყვის და ერთსავით შეგაწყვეტინებ, არ შემიწყვეტია ამ წუთში მსახური და დავიწყე, არ ვიცი რა დრო მოდის, მართლა არ ვიცი და დრონების შესწავლა დავიწყე, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ნუ დღეს სხვანაირი ომია, თან ახლა ჩემ ასაკში გძნობ რომ უკვე ისე ვეღარ დავბივარ და ვეღარ დავხტივარ, როგორც თქვა ჩემელო 20 წლის წინ. და ნუ ასე რომ დღესაც ჩართული ვარ რა გარკვეულწილად თემაში. რა უნდა თანამედროვეობა, აბა როგორ წინ მიდის და ციფრულად. გვერდთან უნდა გაჭიროს ხოლო ჩვიდობიანი მიმართულებით. დიახ. აი რა შეცვლიდით თუნდაც სამხედრო სიტუაციით, აი როგორ გესახებათ? ეხლა ეს კი მუნიციპალური არჩევნებია, მაგრამ მუნიციპალური არჩევნები თლად ბორტს მიღმა არ არის. იმ მასშტაბური საპარლამენტო არჩევნებთან კავშირში არის ყოველთვის, რადგან კრეფსითობა შემდეგ და საკანონმდებლო ორგანოს დაუშვათ იგნორი ახლა რომ მუნიციპალიტეტში ვინც არ უნდა ისინი მოვიდნენ და მერე საპარლამენტო იქნება, ეს ნონსენსია რა თქმა უნდა. ამიტომ ახლა არის მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ მაინც ზოგადად გეკითხებით, აი დღეს თავდაცვაში რას დანერგავდით, აი მეტი ინოვაციის და ვიცი, ახლა პირველ რიგში მინისტრს შევცვლიდი. აუცილებლად შევცვლიდი, არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ნუ ადამიანი არც ახლოსაა და არც გაგება არ უნდა არაფრის და რამდენჯერ აი ელემენტარულად მოდი ჩემ თავზე და ჩემი თაობის ვიცე-პოლკოვნიკებზე, პოლკოვნიკებზე და მაიორებზე მინდა ვთქვა. დიახ. ბევრნაირი ძალისმიერი სტრუქტურა, მათ შორის რაღაც არასაუწყებო დაცვა რა. ყველგან მაიორი და ზემოთ რომ მიდის პენსიაში იარაღის ტარების უფლებითაა. აჰა. გარდა თავდაცვის სამი მე ვიცე-პოლკოვნიკს არ მაქვს იარაღის ტარების უფლება და ეხლა გითხრა რა როდიდან? ეს არ ვიცოდი რო ეხლა არა სასწაულს ვამბობ ეხლა რა და მინისტრს რამდენჯერმე მივაწვდენ ხმა და ნუ არ აინტერესებს ეხლა არ ტყივა რა. მაგალითად მე რომ მოვიდო მსაბე დაცვის სამსახურში ხო ყარაულად შემიძლია დავიწყო როცა ჯოხი უჭოს, მაგრამ იარაღიანი დაცვით მე ვერ ვიმუშავებ არა. მივიდა მინისტრამდე ეგ წინა. არ აინტერესებს ნუ პირდაპირ ვიძახი რა. ეხლა გენშტაბის უფროსამდე მივიდა იმიდა რამდენჯერმე მივიდა. არ ტყივა რა, ტიპს არ ტყივა, უბრალოდ სამხედრო არ ტყივა რა. და ეხლა ვაგრძელებ.
ღარიბაშვილამდეც მივიდა. ეს შემოიღო ბაჩუ ახალაიამ და რა სჭირდებოდა? ეხლა პირდაპირ ვიტყვი რა. სამხედრო პოლიციაში ვიღაც ზონდერებს აფორმებ და აბსოლუტურად არც სამხედრო წოდება, არც ისა არაფერი, აი თქვათ აკუმულატორის დამტენავად, ხო რაღაცა. და სამხედრო პოლიციაში ყველას აქვს უფლება, ანუ ზონდერების უზარმაზარ ჯგუფს, ვინც სამხედრო პოლიციაში ბაჩოს დროს გაფორმდა რაღაცაზე, მაინც აქვთ ორ-ორი იარაღი ცია და დადიან კიდევაც. დიახ. კადრის ოფიცრები, რომელიც სააკაშვილს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქართველი ოფიცრები მისთვის არასაიმედო ხალხი იყო, ჩახუსნეს თავდაცვის, განსხვავებით პოლიციელებისგან, უშროებისგან, ყველა დანარჩენის და იმისგან, დაცვის პოლიციისგან, აი წარმოიდგინე. პირველ რიგში სამხედროს უნდა ქონდეს, ხო და შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ესო სისულელეაო რა, როდესაც მინისტრი იყო თავდაცვის. და შეცვალა ეს კანონი. და ეხლა რა მოხდა კანონი როგორ შეცვალეს? აცი რომ მაიორი გახდება ის ივლის, მაგრამ ჩვენ მე მთელი დარჩენილი ცხოვრება ახალაიას წესით უნდა ვიცხოვრო. აი წარმოუდგენელ რაღაცას ვამბობ. პათოლოგიაზე ვსაუბრობ. მე დარჩენილი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ბაჩუ ახალაიას წესით. ეხლა მე სვავ კითხავს, მოდი რამდენიმე პატიმრები რა, მაგალითად მიშა სააკაშვილი ვაცხოვროთ ბაჩუ ახალაიას წესით. ციხეში როგორც ვაცხოვრობდა, თუ მე უნდა ვიცხოვრო ქართველმა ოფიცერმა ბაჩუ ახალაიას წესით, ხო? მოდი რა სააკაშვილი ვაცხოვროთ ბაჩუ ახალაიას წესით რა. რა დავაშო მარხას პოპურიაზე უნდა გადაწყდა ჯოხი? აი წარმოუდგენელი და ხა ნუ მინისტრი კიდევ ვიძახი არტკივა. დიახ. საშინელება. მინისტრების გულგრილობაზე საუბრობდა ბატონი მალხაზი ბოდიშის მოხდით. დიახ, კი, თორნიკინებთ. მე მინდა გავიხსენო არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ის გახლდათ ბებიაჩემის დის მეუღლე, აკადემიკოსი ბატონი მალხაზ ბედიაშვილი, ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი. რომელმაც ყველა მთავრობას შესთავაზა სეისმოიზოლაციის პროგრამა. ეს რას ნიშნავს? სახლის საძირკველში იქმნება სპეციალური სისტემა, რომელიც სახლს, კორპუსს, ნაგებობას იცავს მიწისძვრისგან. აბსოლუტურად ყველა მთავრობამ უარი განაცხადა ამ იაპონურ სისტემაზე. ეს მისი შექმნილი კი არ იყო, მას სურდა ამ იაპონური სისტემის გადმოტანა საქართველოში. საქართველომ უარი თქვა და ჩინეთმა მიიწვია არაერთხელ ამ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. აი ასეთი გულგრილობა ყველა სფეროში, არა მხოლოდ სამხედრო სფეროში. კი ბატონო. თან ჩვენ ვართ სეისმურ ზონაში. სეისმურ ზონაში. საქართველო არ არის, ეხა კავკასიის მთები შეხადაშორის პატრონალს სომხეთში ეს სისტემა დაინერგა. რამდენიმე საბავშვო ბაღი აშენდა. სომხეთი ძალიან ცუდ პლიტაზეა და ჩვენ სპიტაკის უბედურება გვაქვს. ეს სისტემა დაინერგეს მათ, დიახ. ის არ ახსოვს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს ქანები და ფენა ეს პლიტები, რომელიც დაყოფილია, გადის პირდაპირ კავკასიონზე და ნუ აი და პატარა კავკასიონზე ორივეს და ნუ აი ძალიან ცუდ ზონაში ვართ, ამიტომ ეს რა ვიცი. ბატონო მალხაზ, მე მექნება თქვენთან ერთი ასეთი შეკითხვა. აი ჯერ კიდე ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან მოყოლებული არსებობდა გენიოსი მენეჯერის, ასე ვთქვათ, ტიტული, რომ ესე იგი ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს გენიალური მენეჯმენტის უნარი, შეიძლება ერთდროულად იყოს წარმატებული განათლების მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის და ასე შემდეგ. რატომ არის ისეთი ტენდენცია, რომ მინისტრები ხდებიან არასამხედრო პირები ძირითად შემთხვევებში? აი ძალიან ჩამოყალიბებული პასუხი მაქვს. მართლა ძალიან ჩამოყალიბებული. მედიცინაშიც იგივე იყო ხოლმე. სხვათა შორის ეს დაინერგა ნაციონალების დროს დათო თევზაძე იყო ბოლო სამხედრო მინისტრი და შემდეგ წამოვიდა და დადათო რომ მოხსეს ნაციონალებმა პირდაპირ სამოქალაქოზე გადავიდნენ და სხვათა შორის რამდენიმე მინისტრს ეხა გაგა უცნაურ ამას ვიტყვი რა ეს გადმოვიტანეთ ჩვენ სკანდინავიის ქვეყნებიდან. თქვათ ევროპიდან ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ ევროპაში ბევრგან არის მაგალითად არის ბულგარეთში საოცრება რომ 77 წლის თუ არ გახდა ვერ გახდება გენშტაბის უფროსი და რაღაცა ნუ იქ ყველას თავის კანონები აქვს, მაგრამ ჩვენ გადმოვიტანეთ სკანდინავიიდან, სადაც ძირითადად არიან ქალები და ძირითადად მათი ის არის რაღაცა სამხედრო ველოსიპედების გამოშვება და ეხლა სკანდინავიის ქვეყნებს სულ სხვა გამოწვევებია. მათ დანიას ხავს შვეცია მეზობლად და შვეციას დანია ხავს რა. და მათ მხოლოდ იუმორით რაღაცა შეჯიბრიათ ერთმანეთში და თოკის გადაწევა შეჯიბრებიან კიდე ჯარი-ჯარსაჯი. მართლა ვიცახი რა. თოკის ბაგირის გადაკაჩვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ხოლმე. ეს არის მათი პრობლემები. ჩვენ გადმოვიწერეთ ეს და მოდი ვიტყვი რომ აი ბევრი მინისტრი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ძვირფა იგივე ირაკლი ალასანია ხო
იგივე არ ვიცი თითქმის ყველა მინისტრის შემიძლია შევაფასო რა ქართველი აი იყო თქვა ისეთი ფსიქიურად გადახრილი ავადმყოფები როგორც არიან თქვა ირაკლი ოქროაშვილი და ბაჩო ახალაია ხო ესეთი ავადმყოფები ყავდა ისეთი დემოკრატი და ლიბერალი როგორც ქალბატონი თინა ხიდაშელი ხო ესეთი ყავდა ხო ყავდა თქვა ისეთი ზომიერი ნაციონალი როგორც ხო ბეჟუაშვილი ყავდა კეზერაშვილი რომელიც ერთხელ საერთოდ არ ჩარეულა გენშტაბის საქმეებში ერთხელ არ აინტერესებდა უბრალოდ რა და გამოდის სხვა ჩვენს კეზერაშვილი ყველას ჯობდა ამ ხრივ რა უცნაურობას ვსვამობ ხო ქართველის ბუნებაში რა არ ზის რომ მინისტრი ვიყო და გენშტაბის საქმეში არ ჩავერიო არ ზის წარმოუდგენელი კი ბატონო მაინც მინისტრი ვარ თუ ვინა ვარ მე კი ბატონო გინდა თინა ხიდაშელი ყავ გინდა ბაჩო ახალაია აი სხვა ორი სხვადასხვა ადამიანია ხო აბსოლუტურად რა თავის ბუნებით წარსულით შეგნებით განათლებით ხო არა აქვს მნიშვნელობა ყველა ვერ უძლებს ქართული გენი ვერ უძლებს რაღაცაზე დასვა და ის არ ჩაერიოს გენშტაბის დანიშნა ეს დიდი მენტალური რა ეს არის მენტალური შეცდომა ანუ სკანდინავიიდან სკანდინავ ფინელ ქალს სულ არ აინტერესებს ჯარისკაცი 10 ჯიმანეს გააკეთებს თუ 25 რა საერთოდ არ აინტერესებს რამდენ თქვენ ეს გაისვს არც ეგ არ აინტერესებს და არ ტანკი და იმას აქვს საგარეო პოლიტიკა და რაღაცეები ეს უნდა ქონდეს ჩვენ მინისტრსაც არც ვერც ერთმა ჩვენმა მინისტრმა და თუ გაუძლო იყო კეზერაშვილი რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებდა რა კეზერაშვილის ფინანსები აინტერესებდა და სულ ფინანსებში იყო წვრილით შესული რა აბსოლუტურად სხვა შორის იყო ესეთი კიდე შედარებით რო არ ერეოდა ბეჟუაშვილი აი ხო აჰა გასაგებია აი წარმოიდგინე ეხლა მე ნაციონალს ხო ძნელი რაღაც კარგი დავსვა შედარებით ძალიან კარგი იყო მინდია ჯანელიძე. ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან კარგი იყო მინდია ჯანელიძე რა. ნუ რატომღაც ნაციონალებმა ყველაფერი იქნეს და ამერიკის ელჩი ჩაერია მე მის მოხსნაში, იმიტომ რომ ჩვენო ჯარს ვკარგავთო, იმან დაიწყო სერიოზული საკადრო წმენდა ძიმეცოდვიანი ადამიანებისგან რომელიც ხო და ნუ შეეწირა ამ ამბავს ხო და რისი თქმა მინდა ვერაფრით ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომ თავდაცვის და ყველა ეს სასწაული ჩვენ ვართ დედამიწაზე აი როგორც გონი ერთადერთი ქვეყანა ვართ რომ დედაქალაქი არის დარჩენ ქვეყანაზე მეტი ხო ხო და თავდაცვის სამინისტრო თავის აპარატით რა ბევრად დიდია ვიდრე გენშტაბი ეს ნუ აი როგორი აბსურდია იცი ვერც არ მოიდგეთ რა აი რა უნდა იყოს თქვა პროტოკოლი უნდა იყოს რაღაც ფინანსი რაღაცა 1-5 სამსახური 7-8 კაცით ხო არა 500 თუ 800 კაცია რა კოლოსალური და გენშტაბს უსწრებს 300 კაცით უსწრებს გენშტაბს რა წარმოუდგენელი რაღაცეები გვაქვს ანუ პირველ რიგში რაც არის შესაძლებელი ვამბობ რომ მენტალობით არ ჯდება საქართველოში მხიარული ისა რა ქვია სამოქალაქო გუნდის წევრი თავდაცვის მინისტრი არ ჯდება ეგ ჩვენი ოდიდგანია აზრს დავაფიქსირებ დიახ არ დაივიწყოთ კი ბატონო და თუ ამ თემაზეა და ამ თემაზეა და ვთქვათ სუბიექტურად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას როგორც ინდივიდი. კი ბატონო. რატომ არ ვემხრობი გენიალური მენეჯერის ასე ვთქვათ ტიტულს? ადამიანი რომელმაც კონკრეტული სფერო უნდა ჩაიბაროს და ამ შემთხვევაში სამინისტრო მართოს, ამ ადამიანს შეხება აქვს მრჩევლებთან. რომელ რჩევას გაიზიარებს ის? აი ამაში არის საქმე. რამდენად სწორად შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ ჯობია რომ პური მეპურე მაცხოს. ზარიაო ეთერში და აბა შემოვიდეს ზარიც ძალიან კარგი იქნება. ალო. დიახ, გამარჯობათ გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ქალბატონი გიული რა გვარია გორის? ახალკაცი. ახალკაცი? დიახ, ქალბატონი გიული ახალკაცი, დიახ. ისე პატრიოტების წარმომადგენელია. პირველი ნომერის ის, დიახ, გორის მუნიციპალიტეტში, დიახ. ხო, მადლობა. გისურვებთ გაიხარეთ თქვენც ასევე. და გეთანხმები თორნიკე, რა თქმა უნდა, და ერთ წინადადებას დავამატებ. რჩევლების პოზიცია და ეს კონტექსტი გასაგებია, მაგრამ იცით, კონკრეტულად ის მხედრული სულით, სამხედრო ფორმის არამხოლოდ სულით, არამედ სუნით თუ არ არის გაჯერებული და ეს ძალზედ უცხო ხილია, აი მენეჯერისათვის, გავანებოთ ტიტულატურას თავი და აი აქეთ სწორებას. ის რა თქმა უნდა, როგორ უნდა იყოს ამ სპეციფიური თავდაცვის ხელმძღვანელი. გნებავთ ექიმი
გახსოვთ სააკაშვილს ჰქონდა ტენდენცია რომ სხვადასხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეძლო დაენიშნა ჯანმრთელობის მინისტრად. თეთრი ხალათის ფასი რომ არის. აი ეს ტალახიანი გუნდა თეთრ ხალათზე რო ხდება, შენ რომ არ ხდება რეალურად, ან როგორ მოხდება, როცა დაუშვათ სხვა პროფესიის წარმომადგენლ. ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი შეცდომა. თავარ საკითხზე გადავიდეთ ახლა. მეორე ნომერი ბრძანდებით და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ყველას ერთი გუნდი ვართ, გვაქვს კეთილგონიერების იმედი მათგან ვისგანაც ყველაზე მეტად მოველოდებით და ველით და უბრალოდ ფსურს გამოიჩინონ, რამე თუ პასტა და ფურცელი მათ ხელშია და არა მხოლოდ პასტა და ფურცელი, კეთილგონიერება ეს ტევადი და ესეთი მცნებაა და გამგების სწორად გაიგებს. აი თქვენ რას მიმართავდით? თქვენს ამომრჩეველს, აი ამ თბილისელებს, ხომ, რომლებმაც აი მიუხედავად იმისა, კარგად გიცნობენ ამ ორგანიზაციას, ამ პარტიას, ამ პოლიტერთობას კარგად იცნობენ. აი რატო უნდა მოგცეთ ხმა კონკრეტულად აი ამ კანდიდატებს, რომლებიც წარდგენილი ხართ პარტიული სიით. მე კიდევ ვამბობ, რომ არავის წინაშე ვალდებულება გარდა ამომრჩევლის წინაშე არ მაქვს. არ მაქვს ვალდებულება იმ კარტელებთან და იმ მსხვილ ორგანიზაციებთან, რომელიც პირდაპირ ვამბობ, რომ თქვათ ჩვენი პენსიონერების ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან, ტენდერების ხარჯზე მდიდრდებიან. ხა ბიზნესმენი ქვია და ბიზნესმენი არის, რომ ყველა ტენდერზე თათი უდევს და ეს ბიზნესმენი არ არის, ეს რაღაცა არის, ხო? ეხლა საქართველოში კი ვიცი, ღირებულებები შეიცვალა ადრე, რასაც ქრთამი ერქვა, დღეს ლობისტი ქვია იმას. დიახ, დიახ. მართლა ვიძახი, მაგრამ ჩემს მაინც ქრთამი ქვია იმას რა. კი ბატონო. რომ ადრე თქვათ რასაც ჯაშუში ერქვა, დღეს არასამთავრობო ქვია, იმიტომ რომ უცხოელი გიგზავნის ფულს, რომ იმის ინტერესი გაატარო. იმისი და არა ის რასაც ჩვენ ფიქრობ რა. ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა. ხო და ჩემთვის არ შეიცვალა არაფერი, ეხლა ისევ ჯაშუშად დარჩა, რატო ვიღაცა მეტყვი საბჭოურად არა საბჭოურად არა, წმინდა ამერიკულად ვაზრუნებ რა. დიახ. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში აზრუნებენ, რომ ვიღაც საერთო ფული რო შემოდის, პოლიტიკური ფული, ხო, ის ჯაშუშია და მიდის 25-30 წლიანი ციხეში და სამუდამო პატიმრობაზე დამთავრებული. ზუსტად ამერიკულად ვაზრუნებ რა. ოღონდ ის არის ახლა როგორც გვინდა ხო მედალს ისე შემოდე, რასაც გინდა დავიძახებ რა. ანუ მართებულად აზროვნებთ, ის იყოს თუნდაც აბსოლუტურად და ლიხტენშტეინი რა პრობლემა. არა არის პრობლემა რა. კიდევ ამბობ, როდესაც საზღვარგარეთიდან გაძლევენ ფულს, ხო უნდა დაფიქრდე რომ რატო გაძლევენ, რომ ეხა სადღაც ევროპაში ვიღაცას უყვარ ხარ, არა. იმ სადღაც ევროპაში ვიღაცას რაღაც მიზნები აქვს ამ ქვეყანაში, დამთავრდა ხო? დამთავრდა ეს ბიზნესი შეიძლება კეთილშობილურიც იყოს, ეს ცოტა ნაკლებად და ხშირად შესაფუთად რაღაც კეთილშობილური მიზნებიც ხდება და მართლა კაი რაღაცეები ხდება და ცოტა ისეთი და არა პოლიტიკური ქვია შვეიცარიიდან ხდება მაგალითად ეს მზის ბატარეების და რაღაც საოცარი სიკეთეებიც ხდება, რაზე არის ლაპარაკი, მაგრამ ძირითადად იყო ეს ხო 10%-იც არ არის იმ 90 პოლიტიკური ფულის, რომ რაღაცა გავლენები, რაღაცა თავიანთი გავლენა, მათ შორის იმათ შორისაც შეჯიბრი მიდის რა. კარგად იგრძნობა თქვათ ევროპული გავლენების სხვა მოთხოვნებითაა და ამერიკული აგერ ადრე ელჩი ყავდა იმის კურიერის წამყვანებით სუეთერში იჯდა და ეხლა საერთოდ ვინ არის ამერიკის ელჩი მართლა აღარ ვიცი რა. იმიტომ რომ შეიცვალა დამოკიდებულება აბსოლუტურად ამერიკას სხვა პოზიცია უკავია და ევროპას სხვა პოზიცია უკავია ჩვენს მიმართ. ხო გერმანიის ელჩი ის არის ეხლა ხო ესეთი იყო ეხლა ახალგაზრდა ხარ შედარგესობება და ჩვენ გვახსოვს გენადი კოლბინი იყო ბოლოს რუსეთიდან იყო მეორე მდივანი იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და რამე ცუდი რომ მომხდარიყო ერთადერთი მეორე მდივანი განა რამე საკეთებდა არ მუშაობდა და ამბები უნდა წაიღო მოსკოვში რა. და ისა რა ქვია და ეს გენადი კოლბინი კარგად კეიფობდა, კარგად ჭამდა, სვამდა და არაფერი ყველაფერი წესიათრიო სვამას სახოდა. გერმანიის ელჩი არა პირიქით დარბის და ნუ რა ვიცი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოში, პოლიტიკურ მოწოდებებს აკეთებს და ნუ რაღაც ნუ ის არის რა ეგზარხოსია რა ჩვეულებრივ შემოვარდნილია უცხო ქვეყნიდან ვიღაცა ტიპი არის რომელიც მორალს
რელიგიას, სექსუალურ ორიენტაციას, ყველაფერს ვიქადაგებს რა და ვინო ხერია რა უნდა პოლიტიკას ვის მიცეთ ხმა, ვის არ მიცეთ, ვინ ეკითხება, ის სრულიად გაუგებარი რაღაცეები ხდება. ეხლა ქართულ ოცნებას ბევრ რამეში კი არა, კიდევ ამობ რა ეხლა ბევრი მინისტრის ჩართული მეთქი და პირდაპირ ამობ რატო უნდა შევიდეთ საკრებულოში, რომ ის კორუმპირებული გარემო უკვე აი შეიძლება ვიღაცა თქოს კორუფცია არ არის, ტენდერი მოიგო და მოიგო ის უკვე ისე არის დალაგებული, ხო ეხლა, როდესაც დაგილაგებენ, რომ 35 წლის სტაჟი უნდა გქონდესო რა. ნაციონალების მეც არავის არ ქონდა ხელისუფლების სტაჟი და იმ ნაციონალებმა დაიწყო სამშენებლო ყველა ტენდერის მოგება. ანუ შენ რა კარგი ფირმა, რა ტექნიკაც არ უნდა ჩამოიტანო, რა ასფალტის დამგებია, შენ ვერასოდეს ვერ მოიგებ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცებია ჩადებული სათაურში. რომ ავტომატურად ზედმეტი ხარ, ავტომატურად, აი პირდაპირ ვიძახი და ეხლა ვიღაცა იტყვის ამას კანონის ფარგლებში ხო ხდება? კი, კანონის ფარგლებში ხდება. ყველაზე დიდი უკანონობა ხდება კანონის ფარგლებში. ტენდერის სისტემა თვითონ არაჯანსაღ კალაპოტშია. ხო და არსებობს ესეთი ტერმინი ბატონო მალხეს ჩემზე უგეთ მოგეხსენებათ, უმართლო სამართალი, როდესაც კანონი არის ყოველგვარი სამართლებრივი პრინციპებისგან გაცვლილი. და ასევე დენადი დანაშაული რა და რამე თუ დღემდე კიდევ მიმდინარეობს. არა, ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცა ხშირ შემთხვევაში ხო პირდაპირ შესყიდვების რაღაცა ძალიან მიზერული საშუალება აქვს, თქვათ გამგეობებს რა. თქვათ რაღაც სიპებს ხო? პირდაპირ შესყიდვით მათ რო შეუძლიათ რაღაცა, ნუ აი რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, რაც უჯდებათ 1000 ლარი ტენდერის შემთხვევაში, ეს ჯდება 4-5000 ლარი. კი. ანუ აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, ამათ ხო არ ვენდობით რომ პირდაპირ შესყიდვით შეიძლება კორუფციულ გარიგებაში შევიდეს გამგებელი, თქვათ ვიღაცასთან. არ ვენდობით და არა ტენდერი ჩაატარეს, ატარებს ტენდერს და ის რაც შეიძლება 1000 ლარად გაეკეთებინა, კეთდება ტენდერი 5-ად ვიზარალდება ბიუჯეტი. თავისთავად. დამთავრდა, მეტი არავინ არ ზარალდება. ასეთ არამიზნულ მიმართულ ხარჯებზე სწორედ პრობლემა. ვინც ამ ტენდერის პროგრამა შეადგინა, პირობები შეადგინა და ის ბიზნესმენი ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პიროვნულად არა, მაგრამ ერთ და იგივე ოჯახის წევრები არიან. კი ბატონო, აი წარმოუდგენელი იმაზე გვაქვს რა. გამეთახმება თორნიკე, ესე იგი ამ კეთილგონიერებაზე ვსაუბრობდით ზუსტად ჩვენ რომ აი ორკესტრირებული რაც იყო კეთილგონიერებაზე მე მეც ვიტყვი. კი ბატონო, აუცილებლად აი ამის მოლოდინი გვინდა გქონდეს რომ უბრალოდ ორკესტრირებულის გარეშე ვერც ერთი სფერო, ვერც ერთი ამპლუა, ვერც ერთი სეგმენტი ვერ განვითარდებოდა ისე მახინჯი მიმართულებით, როგორც განვითარდა. ამიტომ რეალურად მინდა ვიქონიო იმედი და დავეთანხმო მალხას, რომ აი რაღაც ნაბიჯი გადაიდგას იქითკენ, რომ სახელმწიფო ინტერესი იყოს გათვალისწინებული და სახელმწიფო ჩვენა ვართ, აბა სხვა ვინ არის. მე მინდოდა სოციალურ პაკეტზეც მეკითხა, გარდა იმისა, რაც ჩამოთვალეთ და არაერთი გაქვს სათქმელი, მოსახლეობას უჭირს. გარდა აფთიაქო კარტელის. თქვენ ახსენეთ ეხლა რომ ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არ უნდა დავაზარალოთ, მაგრამ არის ისეთი, ასე ვთქვათ, პროექტები, სადაც სწორედაც ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ის სახსრები, რომელიც დააფინანსებს სოციალურ ფონდს. ხომ კარგად მოგეხსენებათ ეხლა ადამიანები მიუხედავად იმისა რომ უნიკალური პროფესიონალია და ესე ვთქვათ მეტპერსონალი ყავს ჩვენ აქ ტექნიკის უქონლობა თუ ტექნიკის უცოდინარობა თუ კიდევ სხვა მრავალი პრობლემა ჯერ ერთი ექიმი რომ ერთი ადგილიდან მეორეზე მიდის და მერე მესამე ადგილზე არ დამაგვიანდეს ეს უკვე საშინელება და ფართო ღრმა ფესვები აქვს ამიტომ რეალურად საზღვარგარეთ უნდა ვიმკურნალო თუ რასაც ვაპირებ რაღაც სანახევროდ ხო მაინც უნდა შემეწიოს რომ შემოდის მიგრაციას მუნიციპალური თემატიკა ვერ უშველის მაგრამ რეალურად ესეც ხო სათქმელია გადინება რამხელაა და ბალანსი მერე კეთდება უცხოტომელით ხო არა მე გეტყვი რომ ბინადმშენებლობა არის თუ არა აუცილებელი აუცილებელი მაგრამ რაც შეეხება ეხა მუნიციპალურ არჩევნებზე მე ვიტყვი რომ ჩვენ თბილისის მასშტაბით ეხა თქვა ეს შეიძლება არ ეხება პერიფერიულ ქალაქებს და სხვა დიდ ქალაქებსაც თბილისის მასშტაბით ჩვენ დემოგრაფიულ ცხოვრებაში შეგვიძლია სერიოზული როლი მივიღოთ და ვიტყვი პირდაპირ როგორ ეხა მე არ ვეკუთვნი ხა რასისტული გამოხდებით არ გამოვირჩევი და აი მოტოციკლზე მოსიარულეს ფერადკადიანი ინდოელი და პაკისტანელი
თქვათ ეს მიმტანები მიუხედავად იმისა, რომ თელ რიგ დისკომფორტს ქმნიან ენის უცოდინარობის გამო და რამე, დიდად არ მაწუხებენ, რომ ისე საქართველოს, მაგრამ რის ხარჯზე არის საქართველოში პირდაპირ ვიტყვი. მათ შეავიწროეს ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ერთადერთი წყარო იყო და იმ დონეზე შეავიწროეს, ესენი არიან ყველაზე იაფი მუშახელი, ეს ინდოელ-პაკისტანელები, რომ ბევრმა მათგანმა უკვე შეწყვიტა, უკვე სად გაქრეს ქართველები. და ნუ ბევრმა რომ ვერაფერი ვერ ნახა, უბრალოდ დატოვა საქართველოს და წავიდა. და რა არის ამისგან მუნიციპალიტეტისგან იყო ერთადერთი გადაწყვეტილება მისაღები. ერთადერთი გადაწყვეტილება შრომის უფლება, გუში რომ ინდოელი ჩამოვიდა, ხო? აბსოლუტურად არანაირი, რომელსაც არა აქვს არსად შრომის უფლება, გადატანის სერვისებში და ეს გადატანის სერვისების საუბედუროდ არც ერთი ქართული არ არის. ვიცი. არის ესტონური, არის ფინური, მოკლედ ჩვენი არც ერთი არ არის, ქართული არც ერთი არა და მიეცათ უფლება პირდაპირ დასაქმდნენ შეავიწრონ ქართული ახალგაზრდობა ხას უსვა, იმიტომ რომ მოხუცი ხალხი არ ზიჯდნენ. ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები იჯდნენ. ფაქტობრივად ჩამოყარეს ისინი, დატოვეს უმუშევარი და არც ერთი კანონი არ იქნა მიღებული. უბრალოდ გამკაცრებული თუ არ შეიძლება მშენებლობაზე იმუშაოს, თუ არ შეიძლება სამინისტროში იმუშაოს, თუ პოლიციელად არ შეიძლება, ხო? რას ვერ ჩოდით ამ ახალგაზრდებს? ქართველი ახალგაზრდების ცემა და გადაყრა გვინდოდა მაინდა-მაინც. ეს გაკეთდა. და ეს მუნიციპალიტეტმა არაფერი არ ქნა, იცი? რა კიდევ ამბობ რა, ხშირ შემთხვევაში ტკივილი ვერ აღწევს მათ კედლების შიგნით. ვერ შედის რა. ის ბავშვები აიოა, რა ქნან, ეხლა ისინი არ არიან პოლიტიკოსები, მათ ვერ გაშალეს პლაკატები, მათ ვერ იყვირეს, რომ ხალხო დაგვიცავით ვიღაცა. ამ ბავშვებმა მართლა აი გლოვოს, ამ ბოლტის, ბადრატის ვერაფერი ვერ დააპირისპირეს და ერთადერთი დარჩათ რომ რაღაცა კაპიკები თუ ქონდათ პოლონეთში წავიდნენ და ზოგი იქ და კი ბატონო, არაერთი ვიცი. საშინელება, მოკლედ ქართული დემოგრაფიას უხრეტავთ, იმიტომ რომ ვიღაცა ჩინოსანი ვერ ფიქრობს იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა გააჩირო. იმიტომ კი არა ეს ჩინოსანი ბოროტია და უნდა რომ ქართველები ამოუგოს. სრულიად გეთანხმებით. მართლა ვერ ფიქრობს, სწორად გამიგეთ რა. ის ტკივილი ეხა როგორც აი თავდაცვის მინისტრმა ვერ გაიგო რომ ბალხასტოფურია უიარაღოდადეს და ვიღაც ზონდერი ზუგდიდელია თან რა ეს ჩიქოვანი. ვიღაც ზუგდიდელი ზონდერი რა ბაჩო ახალაე ზონდერი. ომთან სამხედრო შეხება რო დადის ორი პისტოლეტით. ვერ ხვდება რომ ეს კანონი ხო მისახედია. იმიტომ რომ არ იცის უბრალოდ და არც აინტერესებს და მე არა მაქვს ის ყოველდღიური კომუნიკაცია რომ აუხსნა რომ იცი ეს ქართველი ოფიცრის სახეში შეფურთხება რასაც თქვენ აკეთებთ დღეს სამინისტროში და ფეხებზე კიდია ვერ იგებ ამას ხო იმიტომ რომ არც არ დაინტერესებულ ხარ ამით ხო რაღაც ზემატერიებზე და ნატოზე საუბრობ ხო სადაც არავინ არ გეკითხება მიგვიღებენ თუ არა დიახ გეთანხმებით ესა თქვენ გსურდათ თორნიკე გისმენთ საოცარი სიტყვა გვაქვს ქართველებს და ზოგადად ქართულ ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტი დიდი ენათმეცნიერი გერმანელი ამბობდა რომ ენა ეს არის მსოფლმხედველობა და ენაში ყველაზე უკეთ არის ასახული ერის მსოფლმხედველობა. კეთილგონიერება და კეთილი გონი ეს არის საოცარი სიტყვა. ადამიანს ეძლევა ფიზიკური შესაძლებლობები, გონებრივი, სულიერი შესაძლებლობები, ნიჭები. პირადად მე ბავშვობიდან მოყოლებული სულ მინდოდა რომ სამხედრო სფეროში წავსულიყავი, მაგრამ ფიზიკური მონაცემები საამისოდ არ მიწყობდა ხელს, არ მქონდა ისეთი ჯანმრთელობა, რომ ჯარისკაცი გამხდარიყავი. ავირჩიე სხვა გზა, მაგრამ ხარ ჯარისკაცი ინტელექტუალური გზა ავირჩიე, ასე ვთქვათ, და მინდა რომ ჩემი ინტელექტით ვემსახურო ჩემს ქვეყანას და რისი თქმა მინდა. გონება, რომელიც ეძლევა ადამიანს, აუცილებლად სიკეთეს უნდა მოახმაროს და ბოლო ესეში, რომელიც გამოვაქვეყნე Facebook-ზე, ასეთი რამ მეწერა, რომ საუბედუროდ ყაჩაღები და ნაძირლები უფრო მარტივად ახერხებენ გაერთიანებას ვიდრე იდეალისტები. მაშინ როცა იდეალისტები იდეებსა და იდეალებზე კამათობენ და სამოქმედო პროგრამაზე კამათობენ, ამ დროს ის ნაძირლები და ყაჩაღები მომავალი ნადავლის გადანაწილებით არიან დაკავებულები. ამიტომ რეცეპტი ერთადერთია. წესიერი ხალხი უნდა გაერთიანდეს აი ამ ნაძირლების. სრულიად გეთანხმებით ამ წესიერებაში კიდევ მოიაზრება და უპირველესად ფოკუსი თუ შეიძლება იქონიო არის რა თუ არა ის დიდი რწმენა და უფალი უღმერთო გამარჯობა არ მიდის ადრესატამდე უღმერთო იდეალიზმი ფიქცია ნონსენსია აი როგორც ნაცვიმარ სილაში ვარდი galaktioni იტყოდა უღმერთოდ არაფერი საქმე არ აღესრულება თავდაცვაში და იმ ბრძოლაში ბრძოლის ველზე უღმერთოდ იყო ვინმე არა ბატონე უღმერთოდ მყოფი მალხასტოფურია რა შეძლებდა
და რამდენი რამ შეძლო ხომ ვიცით და აი უფალს ვახსენებთ და უფალმა დაალოცოს მთელი ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო. ჩვენი ერთობა, პოლიტერთობა არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩეველი, მთელი ქვეყანა ბატონებო, ჩვენ სეგმენტ დიფერენცირებას არცად არასდროს არ ვაკეთებთ. წარმატებები, დიდი წარმატებები, რა თქმა უნდა, წარმატებების საერთოა, ასევე ათეულის სიაში ბრძანდება ჩვენი თორნიკე. გისურვებთ დიდ წარმატებას ბატონო მახას, ბატონო თორნიკე, ეს წარმატება საქვეყნო იქნება თავისთავად და უფალმა ინებოს უკეთესი ხვალე. მადლობა უფალს და მადლობა ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ეთერში. შემოხაზეთ ნომერი 8 კიდე. გააფერადეთ ნომერი 8. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახოთ.